მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამ მშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით კვლავ სიამოვნებით, მადლობა რომ გვისმენთ თელს ქვეყანაში და გვიყურებთ რადიო იმედის და ტელეიმედის პლატფორმებზე. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ დროს გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით, რომელსაც სიამოვნებით მივესალმებით. დილამ მშვიდობისა. დილამ მშვიდობისა, ბედნიერი დილა დღე კვირა ყველას და ყოველივე კარგი. მინდა გისურვოთ, მით უმეტეს ახლა დედამიწა უკვე პოზიტიურ ნერგოველში გადავიდა, რაც სასკეთოა და ყოველ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, მე ვთვლი რომ დაახლოებით ესე 12 რიცხვამდე აგვისტოში ეს პოზიტიური ენერგოველი მაინც ჩვენ გვექნება შენარჩუნებული, რაც კარგია. რატო? იმიტომ რომ როცა პოზიტიური ენერგოველია, შანსები წარმატებისა ყოველთვის მეტი. იდეების რეალიზაცია უფრო ადვილია. მით უმეტეს ახლა უკვე 24-დან, ანუ პარასკევიდან მერკური გონების ინტელექტის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა ხდება უკვე სწორად მავალი. დავდება მისი ეს სამკვირიანზე მეტი იყო იგი სამკვირაზე მეტი რეტროგრადული უკუმავალი და ხელს უშლიდა ახალი იდეების რეალიზაციას, მოლაპარაკებებს, იდეების წარმოებას და ამავდროულად ახალი ინფორმაციის მოძიებას და უკვე 24-დან ეს პრობლემები მოიხსნება. ახლა მაგალითად საცობები. ბათუმის გზაზე საშინელება ხდება, მინდა გითხრათ, და არაფრის გამო ჩდება საცობები. ეს ყველაფერი უკვე 25-დან ნელ-ნელა მოიხსნება. მერკურის მოგცემს ამის საშუალებას, ამიტომ მთლიანობაში პერიოდი წინ გვაქვს. კარგი, შეგიძლიათ ყველა ნიშანს გამოიყენოთ საქმეებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, იდეების რეალიზაციისთვის და ასე შემდგომ. თუმცა ორგანიზმი თავისას ითხოვს, ორგანიზმი ითხოვს უკვე ზოგიერთისთვის მეტ დასვენებას, ხო? ეს ტენდენციაც არის, ამიტომ ზოგი დაისვენებს, ზოგი არა და მაგრამ მე ყველა ვარიანტში ჩამოგითვლით, ვისთვის ჯობია ხა პირველ რიგში ხა დასვენება ახლოს პერიოდში და იმასაც წინ დაგიანონსებთ, რომ 12 და 28 აგვისტო გვექნება რთული. ეს არის დაბნელებების დერეფანი. ჩვენ ამ დროს აქ არ ვიქნებით, არ ვისაუბრებთ, რადგან წინ მინდა გითხრათ, 12-ში არის მზის დაბნელება, 28-ში მთვარის დაბნელება. აი მთვარის დაბნელებაზე განსაკუთრებით ხილად ვიღოთ 28-ში, განსაკუთრებით რთული პერიოდია და აქ ზოგიერთ უბნელდება ტვინი და მათი მოქმედება აბსოლუტურად არადეკვატური ხდება. რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლო მოქმედებები, კონფლიქტები, ტრაუმატული ტენდენციები და ასე შემდგომ. მაგრამ ეხლა ჯერ კიდევ პერიოდი კარგი, ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს ამ კვირის განმავლობაში აქვს კარგი შანსები. იცით, თქვენ თვეში ერთხელ არის ერთი ესეთ კვირა, რომელიც ყველასთვის კარგია. ეს კვირა გვაქვს ეხლა ჩვენ წინ. და აი დავიწყოთ ეხლა კიდევ მშვენი რამდენიმე მოვლენით. ესე იგი, პირველში მე მინდა მივაქციო ყურადღება, ესე იგი 4 შაბათს ჩვენ 22 რიცხვია. ჩვენ აქ 23 საათზე 14 წუთზე უკვე ცოლით მოედანს თამაშის, ანუ შემოდის ლომი. ერთი თვით და მზე გადადის ლომი ზოდიაქოში, სადაც იგი შეხვდება იუპიტერს, გამარჯვების მმართველ პლანეტას. ამიტომ პერიოდი ძალიან საინტერესო იქნება, სიყვარულით ახსოვს, შემოქმედებით ინჭის უნარის გამოვლენით. მე ზუსტად პატივი მივაგე უკვე წინ ლომებს, მოდი ასე ვთქვათ, მათ ფერებში ვარ გამოწყობილი და ლომებო თქვენი დროა. ყველაზე არტისტული, ყველაზე თეატრალური ლიდერი, ხელმძღვანელი მეფეთა და იმპერატორთა ნიშანი შემოდის და ამიტომ ძალიან დიდი პომპეზურობა იქნება ყველგან და ყველაფერში. შესაბამისად, სიყვარულის დროა. პირველ რიგში ეს გავითვალისწინოთ და რაც შეიძლება მეტი სიყვარული გავცეთ აი ამ პერიოდში. ყოველთვის უნდა გავცეთ, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს სამყაროს ამის მიმართ. ახლა მოდი ამოშოთ კიდევ რა. ლომის გადასვლა ერთი თვით დავსხათ შორის 23 საათზე 14 წუთზე უკვე დაიბადებიან ლომი ბავშვები. მაგრამ 23 საათზე 13 წუთზე ჯერ კიდევ კირჩხიბები და ესეც გაითვალისწინეთ. მშობლებს ეხება ეს, ვინც ელოდება მაგალითად შვილების დაბადებას და ზოდიაქოს ნიშნებს. პრინციპში ხა მშობელს, რომელსაც წინასწარ უნდა განსაზღვროს კირჩხიბი უნდა შვილი ყავდეს თუ ლომი, ის ერთი წუთი რაღაცნაირად შეიძლება შეიკავოს. გეთახმები, მაგრამ დათო ძალიან ბევრი მოდეს ისეთი, რომელსაც მერე გაახსენდება ეს ამბავი და მერე იწყებს იმ დროს რა ხდებოდა. ვიხდი, ამიტომ ყველამ წინ რომ იცოდეს, ვის გაფრთხილებულია შეერაღებული პრინციპით. 13 წუთზე იბადებიან კირჩხიბები, 23 საათზე 14 წუთზე უკვე შემოდიან ლომები. გაითვალისწინეთ. ეხლა ლომის შემოსვლა რას ნიშნავს? ეგ თითოეულ ჩვენთაგანზე ახდენს ეს ზეგავლენას, ხო? ანუ თითოეულ ჩვენთაგანში ზოდიაქოს ნიშნის და მიუხედავად თქვენი გაზრდდება ლომის დამახასიათებელი ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი, მებრძოლი სულისკვეთება, უშიშარი ხასიათი, ლიდერული ორგანიზატორული მონაცემები, შემოქმედებითი ნიჭი, აქ შვილებისადმი დამოკიდებულება გაძლიერდება და ურთიერთგაგება მოიმატებს. ეს საუკეთესო დროა ქორწინებისათვის, რომანტიკული ურთიერთობებისა და კავშირებისთვის, გზავრობა-მოგზაურობისათვის, მაგრამ
ამ კარტვისებებთან ერთად მოიმატებს ლომის უარყოფითობებიც, ხო? ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციების გვარადასული ამბიცია, ამპარტაუნობა, გადამეტებული ქედმაღლობა, სულსწრაფობა, ფულის უყარათო ხარჯვისადმი მიდრეკილებები, აი ეს ტენდენციები ნეგატიური დავიოკოთ საგვარ თავში, თუ იგრძნობთ პოზიტიური გამოვლენით, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ. ეხლა მოდი ამშვიდ კიდევ რა მოვლენა გვაქვს ჩვენ საინტერესო, რასაც უნდა ყურადღება, ეს არის პერიოდი, რომელიც უკავშირდება სწორედ უკვე პარასკევს, აქ ჩვენ გვაქვს მერკურის სახეცვლა. ანუ მერკური გონების ინტელექტის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა ხდება უკვე სწორად მავალი, ანუ დირექტული, რაც ნიშნავს იმას, რომ აი აქედან უკვე გაადვილდება მგზავრობა, მოგზაურობა, ტურისტული ლაშქრობები, გაადვილდება იდეების რეალიზაცია, ახალი პროექტების განხორციელება, გაადვილდება გაცილებით მეტად ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, ამიტომ კომუნიკაციისთვის მოლაპარაკებებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება და შესაბამისად უკვე პარასკევიდან თქვენ იგრძნობთ, რომ პარასკევს შეიძლება თლად ვერა, მაგრამ უკვე შაბათიდან იგრძნობთ, რომ რაღაცა უფრო ადვილდება ურთიერთობა, მოპოვება ინფორმაციის უფრო ადვილდება და მოგზაურობაც უფრო შეძლების და გვარად უფრო მეტად სასიკეთო წარიმართება, ვიდრე დაუშვათ იქამდელ პერიოდში, ან 24-მდე. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ითხოვს ყურადღებას, ის არის კვირა დღე. კვირას რა ხდება? კვირას ხდება ცისკაბალონზე საინტერესო მოვლენა, შამთვარე წოდებული მეცხრე მოციქული სატანისა ლილითი უპირისპირდება აგრესიის და კონფლიქტის მმართველ პლანეტა მარსს. ეს ხდება მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე მათი დაპირისპირება ენერგიების, რაც ითხოვს ყურადღებას რატო? ბიზნეს და საქმიან სფეროში უკვე მოსაოდნელი იქნება ამ პერიოდიდან დაწყებული 12 აგვისტოს ჩათვლით სერიოზული კონფლიქტები და დაპირისპირებები, რაც შეიძლება მერე გადაიზარდოს სასწრაფო იარაღის და მჭრელი საგნების გამოყენებაშიც კი. ანუ რო ითქვან ესეთი მაფიოზური გარჩევების ტენდენცია, ეს მთელ სოფლიოში და არა მარტო საქართველოში, მედია რო ჩვენთან ბრომტკივნეულო წარიმართება, ეს ტენდენციები გაზლიარდებიან და ცოტა მოიმატებს ტრაუმატული ტენდენციები, იმიტომ რომ ზოგს გაუჩნდება განსაკუთრებული ჯირითის სურვილი, ან მეტ-მეტად თუ ბიზნესმენია და სასტრაფოდ უნდა სადღაც წავიდეს, ივლის 150-ით, ხო? და შესაბამისად დამთავრდება ეს ტრაუმატული ტენდენციებით, უკვე წარმოდგენა შეგიძლიათ ამისი. აი ეს ტენდენციები სწორედ ამით იქნება ასევე განპირობებული, ამიტომ ეს მოვლენაც ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას. ხუთშაბათი კარგია მათთვის, ვისაც უნდა მანქანის ყიდვა გაყიდვა. აი ამ პროცესებს შეუწყობს ხელს, სამაგეროდ ხვალინდელი დღეს სამშაბათი ძალიან კარგია სიყვარულისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ქორწინებისათვის, ამ კუთხითაც იგი მეტად სასიკეთოა. ეს ტენდენციები არის ზოგადი, რომელიც ამ კვირასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მთავარი მაინც ეს არის, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველში გადავიდა, რაც გვაძლევს საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს და მიუხედავად ზოგიერთი წყალქვეშა დინებებისა, რომ მაინც უფრო მეტად წავიწიოთ წინ და უკეთ ვიგრძნოთ თავი. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, ესე ყველას ექნება პოზიტიური ტენდენციები, თუმცა რაღაც ერთ-ორ ნიშანს ცოტა ნეგატიური ტენდენციებიც ექნება, რასაც მივაქცევთ ყურადღებას, დავიწყოთ ვერძით. ვერძებო, სიყვარულის დრო გაქვთ თქვენ სწორედ. საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, არსებული ურთიერთობების სასამაღლებლად, გასავითარებლად, შვილებთან კონტაქტი იქნება არნახულად საინტერესო და თქვენთვისაც სხვა შორის შვილების წარმატების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ ამ პერიოდში. საუკეთესო დროა მგზავრობისათვის, მოგზაურობისათვის, თქვენ აქ შეგიძლიათ ლიდერული თვისებების აშკარა წარმოჩენა, ორგანიზებული ნიშნის გამოვლენა. ახლა ჯერ თუ ვერ გრძნობთ ამას, აი უახლოეს დღეებში იგრძნობთ, რატომ? იმიტომ რომ დღეიდან იწყება ამაღლების პროცესი და მას თავისი ინერციული ზალა აქვს, ხო? ამიტომ ნელ-ნელა ყოველ დღე იგრძნობთ, რომ ჯან გემატებათ, ნაკლებად იღლებით, პროაქტიული ხდებით, პროენერგიული, შრომის უნარიანობა მოიმატებს თქვენში და პასუხისმგებლობის აღების უნარი, ინიციატივის გამოვლენის უნარი ერთიორად მოიმატებს. პრობლემებს ადვილად გადაწყვეტავ და განსაკუთრებული სურვილი გიჩნდებათ, რომ მაქსიმალურად დაეხმაროთ სუსტ ადამიანებს, რაც ასევე საგრძნობად აწევს თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში. სხვა შორის კონკურსებში, ლოტარიებში მაქსიმალურად მიიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ აქაც გაქვთ ძალიან კარგი შანსები წარმატებებისა. რაც შეეხება ახლა კუროს მოდი ასე ვთქვა, ჯერ აქვს კარგი შესაძლებლობები ამ თვის ბოლომდე, მაგრამ 1-დან 15 აგვისტომდე აუცილებლად უნდა დაისვენონ. რომ აქ ენერგოტოლოსი უკვე რადიკალურად უმცირდება, შეცდომების დაშვების ალბათობაც მაღალია, ემოციური გაღიზიანებაც მოიმატებს, მაგრამ იქამდე ჯერ არის შანსი, რომ რაღაც საკითხები მოაგვაროთ, მოლაპარაკებები აწარმოოთ, გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, ესეც მოაგვაროთ. თუ რაღაცა დაუშვათ საკითხები იყო ოჯახთან დაკავშირებული, რაღაცა ჰქონდათ მოსაგვარებელი შესაძლებელი სანტექნიკა, ელექტროტექნიკა და შემდგომ, რაღაც პატარა სარემონტო სამუშაოები, აი ამისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, რომ ეს ყველაფერი მოაგვაროთ და მერე წახვიდეთ დასასვენებლად.
თუმცა ზოგიერთ თქვენთაგანს ექნება ცოტა აქ ესეთი საბუთებთან დაკავშირებული საკითხებიც მოსაგვარებელი, ამიტომ გიხდება ცოტა ესეთი რუტინული სამინისტროებში, ცოტა და ესეთი ორგანიზაციებში სირბილი. ზოგიერთი ამას ვერ აცდება და მთავარი არის თქვენთვის რა ამ პერიოდში კარგი, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება ურთიერთობების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. რაც მეტად ეს კარგი ურთიერთობა გაქვთ, ეს მეტად გაზრდის თქვენი წარმატების შანსები და შესაძლებლობას. თუმცა ეს არ შეავს ყველა ნაცნობთან გექნება სრული ურთიერთგაგება. თუ ზოგიერთ შემთხვევაში იქნა რაღაცა დაპირისპირების ტენდენცია, მაინც ჯობია რომ ამას გავერიდოთ, რომ კონფლიქტები არ შექმნათ. რა შეეხება ტყუპებს ვერ გააჩერებთ, იმიტომ რომ დღეიდან ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო, ასე ვთქვათ, ძლიერდება. ეს ნიშანი ხდება უკვე დინამიური, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კარგი ორატული მონაცემებით, წინვალი გენერირებით საუკეთესო იდეებისა, ამიტომ შანსები წარმატებებისა აქ ძალიან მაღალი და თან რაც სწორედ იწყება ეს პერიოდი, რომელიც მათ ძალიან მოწონთ, იმიტომ რომ ეს არის კომუნიკაციის დრო და ეს ნიშანი არის თვითონ კომუნიკაციის ნიშანი. ამიტომ საუკეთესო პერიოდი აქვს ტყუპებს შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისათვის. სხვა შორის საინტერესო წიგნი შეიძლება წაიკითხოთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ინტერნეტიდან, რაც იქნება ასევე ახალი თქვენი იდეების ფაქტორი. ყოველ შემთხვევაში ამ ნიშანს ახლა ვერ გააჩერებ, მაგრამ რადგან ჩვენ აღვნიშნეთ რომ მარსი, პლანეტა და შამთვარე ოპოზიციაში ერთმანეთთან, სწორედ ამ ღერძზე მშვილდოსან ტყუპებისა, მაინც იყავით ცოტა ყურადღებით. ზოგიერთ შემთხვევაში მეგობრების მხრიდან, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კოლეგების მხრიდან, გარკვეულ ასე ვთქვათ პატარა, მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლი შეიძლება მაინც მოექცეთ და ამ მხრივ ცოტა ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ, არ აყვეთ ზედმეტად აქ პროვოკაციებს და გამოეკიდებით სიტყვებს. რაც შეეხება კითხებს, პერიოდი კარგია. ჯერ კიდევ მათ აქვს საშუალება რომ აქტიურად იმოქმედონ, შრომისმცნიერობა გამოავლინონ, ინტუიციაზე დაყრდნობით სწორად იმოქმედონ. 1-დან 15-მდე დაისვენეთ და 12-28 აგვისტო ყურადღებით გავიაროთ. აქ თქვენთვის რთული პერიოდებია ცოტა და რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, საკმაოდ კარგია. ამიტომ შესაძლებლობები თქვენ უდაოდ გაქვთ, მათ შორის ადრეული საქმეებიდან შეიძლება ხა მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, პრემიები, ბონუსები, აუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, შეიძლება ბიზნეს პროექტებში ჩაერთოთ, ეს ყველაფერი გადასარევია, მაგრამ წყალქვეშა დინება გაქვთ. რა არის ეს წყალქვეშა დინება? ხელისშემშელი ფაქტორი. კანონ მორჩილება. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, იმიტომ რომ კანონის დარღვევის ტენდენცია და სურვილი გაჩნდება ზოგიერთ თქვენთაგანში. ამიტომ რაც მეტად იქნებით კანონ მორჩილი, მით უფრო სწორად გაევლით ამ პერიოდს და პირიქით. აი ეს გახსოვდეთ. კანონი არ დარღვევთ კატეგორიულად გეგზალებათ აქ, იმიტომ რომ წყალში გადაყრით ყველა მონაპოვარს ერთბაშად. რაც შეეხება ლომს, ლომებო, ეხა თქვენი დროა. მოდის თქვენი პერიოდი საუკეთესო ვარსკვლავური, ეხა ჩემზე რო იყოს, როგორ უთხრა ეს ლომებს არ დაისვენოთ თქო, მაგრამ ლომებმა ჯობია ყოველთვის დაისვენონ ან კირჩხიბის პერიოდში, ივლისის პირველ ორ კვირაში, ან სექტემბერში 1-დან 15-მდე. როცა მათი ერგოტონუსი შემცირებული, იმიტომ რომ აგვისტოში პირიქით და ეხლა უკვე დღეიდან ჯანზე მოდიხარ, შრომისმცნიერობა მატულობს, შარმი, მიზიდულობა არნახული ლომი იქნება ყურადღების ცენტრში. რასთავარია ძალიან ისდავს იღბალს. საუკეთესო ვარსკვლავური პერიოდი ეწყება წლის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ლომს. ამიტომ მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, იმოძრავეთ, იმოგზაურეთ, კონტაქტები, პარტნიორული თანამშრომლობა, ყველაფერი გამოგდით. რასთავარია ყურადღების ცენტრში ხვდები და ობიექტი ხართ საყოველთაო ინტერესისა. და თქვენს გაქვთ სურვილი სხვა შორის კეთილშობილების გამოვლენისა, სიყვარულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. შემოქმედებით ნიჭი და უნარი არნახულად გააგძლიერდება აქ და გამოვლინდება. ამიტომ ლომებო, თქვენი დროა, რაც შეიძლება მეტი აქტიურობა. ეხლა სიზარმაცის პერიოდი არ არის. დროც გაატარეთ და საქმეც გააკეთეთ. რაც შეეხება ახლა უკვე ქალწულებს, აი ქალწულებს სხვა შორის 1-დან 15-მდე აქვთ ზართული პერიოდი, კრიტიკული, დაბადების წინა პერიოდი აგვისტოში და ახლა პერიოდი საკმაოდ კარგია. ამიტომ აქტიურად შრომისმცნიერობა სათანადო სიმაღლეზეა, გაქვთ საშუალება პარტნიორული თანამშრომლობისა, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ, ზოგიერთი პრობლემებიც გადაწყვიტოთ, ეს ყველაფერი ჩვენიერია შესაძლებლობები სხვა შორის გექნებათ იმ კუთხითაც, რომ რაღაც ცვლილებები შეიძლება მოხდეს თქვენს სამსახურში, კარიერული განვითარების კუთხით, რაც თქვენთვის იქნება საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი. ერთ-ერთი, რასაც კოსმოსი ითხოვს თქვენგან აქ, რა არის? ეს არის ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა. იმიტომ რომ შეიძლება გამოჩნდეს რაღაც ახალი პარტნიორული თანამშრომლობის პერსპექტივა, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივა, წინ და წინ ილაპარაკებთ ამაზე, თორე ყველაფერი უკვე მოწავა. აი ეს არის მთავარი პირობა. სასწორი გამოცოცხლდება აშკარად, იმიტომ რომ ერგოტონუსი მატულობს ჯანმრთელობა, უფრო მდგრადია, ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. სასწორს აქვს კარგი დიპლომატიური მონაცემები და სხვა შორის რეფორმების დრო აქვს.
სიახლეები, რაღაც ახალი იდეა, ახალი პროექტი შეიძლება ახალი ვარსკვლავობა, შეიძლება ახლებური ურთიერთობის ჩამოყალიბება. აი, ამისთვის საუკეთესო საშუალებები გაქვს. პლუს ამას რაც მეტად არასტანდარტულად იაზროვნებ და იმოქმედებთ, ესეც თქვენი წარმატების ფაქტორია. ინტერნეტთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, სხვაშორის მეგობრული შეიძლება წრეც გაფართოვდეს და ეს ურთიერთობაც უფრო მეტად აბაღდეს. პარტნიორული თანამშრომლობა იქნება მეტად სასიკეთო, შემოქმედებით ინიჭი თქვენი ნელ-ნელა მატულობს და გაიფურჩქნება განსაკუთრებით უკვე აგვისტოში. შესაძლებლობები გექნებათ, იმიტომ რომ აგვისტოში ვენერა სხვათა შორის 6 აგვისტოს გადავა სასტორი ზოდიაკოში. ამიტომ უკვე ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება თქვენი და სხვათა შორის რომანტიკული ურთიერთობების და კავშირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დრო მოდის, ისე როგორც შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. ამიტომ საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება მორიელს ერგოტონუსი ხა ჯერ კიდევ მაღალია. 1-დან 15-მდე აგვისტოში ცოტა მეტად დაისვენეთ, იმიტომ რომ იმუნიტეტი იქნება დაბალი და შესწავლების ალბათობა მაღალი, მაგრამ ეხლა ინტუიციაზე მძლავრი და სხვათა როგორც ლიდერი ხელმძღვანელი იქნებით ძალიან კარგი. კარიული განვითარებისთვის პერიოდი საკმაოდ კარგია და უფრო მეტიც. მორიელს ეხლა აქ უნარი სხვათა შორის გამოიყენოს თანამშრომლები. და მათ გადააბაროს თავისი გასაკეთებელი საქმეები და რაც თორე დივიდენდები მე მიიღოს ძირითადად თვითონ მან და აღიარება დაფასებაც მეტად მას მოუწევს. კი, ამის ტენდენცია არის, აუცილებლობა არა, მაგრამ ტენდენცია არის. რაც შეეხება მშვილდოსანი გამოცოცხლდება, ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, ამიტომ მოიმატებს მისი შარმი, კრეატიულობა, მიზიდულობა, კომუნიკაბელურობა, გონებამახვილობა, თან ასე ვთქვათ, მოდი ეს ვთქვათ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ მე მათთვის თითქმის აგვისტოს ბოლომდე პერიოდი კარგია, უბრალოდ 12-28-ში ცოტა ყურადღებით იყვნენ დაბნელებების პერიოდში, მაგრამ სხვა უფრო პერიოდი უდაოდ კარგია. რაც მათ უვართ აი ზუსტად ამის დროა. მგზავრობა, მოგზაურობის პერიოდი მოდის შვილდოსნებო. რა შეიძლება მეტად იმოგზაურეთ. საოცარი შტაბის-ჯგუფების ჩამოყალ ძალიან საინტერესო ადამიანებს გაიცნობ. შეიძლება ახალი პარტნიორული ან სასკვალო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ამავდროულად და ეს არის პერიოდი, როდესაც მატულობს თქვენში ოპტიმიზმი, მატულობს თქვენში ახალი საინტერესო იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა, მაგრამ დაგვეცდება რომ შავი მთვარის და მარსის დაპირისპირება ხდება მშვილდოსან ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე. ამიტომ ცოტა ფრთხილად საჭესთან ნუიჯირითებთ და მაინც მიაქცეთ ყურადღება ზოგიერთ პარტნიორთან მოქმედებას თქვენ ზურს უკან. რათა აქ რაღაც შეცდომები არ დაიშვას, ან თქვენ საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, მოქმედებას არ კონდეს ადგილი. მაშინ იქნება კვირა საკმაოდ კარგი. მაგრამ თლიანობაში შემდგომი პერიოდი აგვისტოს ჩათვლით იქნება თქვენთვის თლიანობაში საკმაოდ კარგი, იმიტომ რომ ჯანის გემოტება და იუბალიც. რაც შეეხება ახლა თხის კას ვაჩორის კარგად იგზნობს თავშრომის უნარიანობა, სკოპა, მოთმენება, შეუპოვება, სათანადო სიმაღლეზეა და არაერთ მნიშვნელოვან საგრძს და პრობლემას გადასკვიტავს. შეიძლება რაღაც სარემონტო სამუშაოების მოკიდოს ხელი, რემონტი გააკეთოს, კარგი იქნება უძრავი ქონება შეიძინოს, მაგრამ აქ ერთი წყალქვეშა დინება და რა არის ეს? დაუშვათ გზავრობა მოგზაურობის დროს. სულ ერთიას მივლინებით ხდება თუ როგორ ხდება, შეიძლება ვიღაცა მოგეწონოთ. გაჩნდეს ახალი სასკოლო ურთიერთობა. თუ თქვენ თავისუფალი ხართ, პრობლემა არ არის. მაგრამ თუ თქვენ ოჯახი ყავთ, ამას შეიძლება მე მოყოს სერიოზული კონფლიქტები და უსიამოვნებები და ამ კუთხით იღავით ცოტა ფრთხილი და წინ და ხედული. ეს თავარი თქვენს კავშირდება ამ პერიოდში. მერწყულები გააცრლებით მეტად გამოცოცხლდებიან, ერგოტონუსი ემოტებად, გონებამახვილობა, ჯანზე მოდის ეს ნიშანი, უფრო შრომის უნარიანი ხდება, წარმატების ფაქტორი 1-2-რად მოიმატებს, პარტნიორული თანამშრომლობაც საკმაოდ კარგად წარიმართება და სხვათა შემოქმედებითი კუთხითაც ძალიან კარგად იმუშავებს ეს ნიშანი, მაგრამ აქ ერთ საინტერესო მოვლენაა, შეიძლება მერწყულები შეხვდნენ ისეთ ადამიანს, ვისაც იქნება ძალიან არაორდინალური მსოფლმხედველობა, ხედვა ამათუმ საკითხის მიმართ და ამას შეიძლება თქვენში მთელი რევოლუცია გამოიწვიოს და თქვენშიც ახალი ხედვა გაჩნდეს მოვლენებისა და აქედან გამომდინარე ეს იქნება თქვენთვის ახლებურად აღქმის შესაძლებლობა იმ მოვლენებისა, რომელიც ხდება თქვენს ირგვლივ და საერთოდ სამყაროში. რამაც შეიძლება ძალიან შეცვალოს თქვენი ცხოვრება, ჩვენს სასიკეთოც თქვენში, ესეც უნდა აღნიშნოთ. ამიტომ თლიანობაში საკმაოდ კარგი და საინტერესო პერიოდი გაქვთ წინ, მათ შორის ფინანსური კუთხითაც. და რაც შეეხება თევზებო, თქვენ გაქვთ საინტერესო პერიოდი იმ კუთხით, რომ ჯერ კიდევ ერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია მდგრადია, მასზე დაყრდნობით სწორად მოქმედებთ. პარტნიორული თანამშრომლობაც ხა ზოგიერთმა პარტნიორმა შეიძლება ნერვები მოგიჩაოთ, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება იყოს ძალიან კარგი და დამხმარე, სხვა შორის კოლეგაც. კოლეგებთან რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ, ეს თქვენ ერთ-ერთი წარმატების საწინდარი იქნება ადგილად და კარგად ჩაერთვებით საქველმოქმედო აქციებში. ასე სხვა საზოგადოებრივ პროექტებში, რაც რადიკალურად გაზრდის თქვენს რეიტინგს, საზოგადოებაში ხელშეუწყობს თქვენს წინსვლას, ფინანსური კუთხითაც შეიძლება გარკვეული მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, მაგრამ
თავარი ესე იგი რა მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდს თქვენთვის რომელიც ახლა გაქვთ და გაგრძელდება მერე კიდევ შეიძლება პირველიდან 15-მდე მაინც აგვისტოში მე გირჩევთ რომ ცოტა დასვენოთ საკუთარ თემთ რომ კაშკრად იგზნობ დაღლილობას და ორგანიზმი ითხოვს ამას თქვენგან მაგრამ ახლა გაქვთ კიდევ შანსი სხვათა შორის რაღაც საკითხების მოგვარებისა მატრობ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და აქ ამ პერიოდში ასევე თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო პროექტებში ზოგიერთი საკითხი პრობლემაც გადაწყვიტოთ და მთავარი რა არის დალაგების დროა აი ქონდა დაულაგებელი ურთიერთობა, აი ხა დალაგდება. ქონდა დაულაგებელი აზრები, აი ხა დალაგდება. ქონდათ რაღაც პრობლემები პარტნიორებთან, შეიძლება შერეგებას ქონდეს ადგილი, ან რაღაცა პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან, აი ხა დაალაგებთ ამ საკითხებს. ამიტომ ამ კუთხით ეს პერიოდი ივლისის ბოლომდე საკმაოდ კარგია. ხელს უწყობს იგი თქვენს მოწესრიგებას, დაალაგებას, რაც ხელს შეუწყობს უკვე მერე უკვე სექტემბერში ახლებურად თქვენს მოქმედებას და უფრო მეტი წარმატების მიღწევას. ეს მოკლე ინფორმაცია შემოკარგებო, მე ამით დაგიმშვიდობ სექტემბრამდე გემშვიდობებით, გისურვებთ ყველას დასვენებას და ყოველივე კარგს. უკვე გაგეგმეთ შვებულება. კი, რეალურად კი ეს კვირა კიდევ იმუშავებ და უკვე ეკეთ კვირიდან თავისუფალი ვარ. კეთილი, მოკლედ, ჩვენ ამ ფორმატში უკვე 7 სექტემბრიდან გავაგრძელებთ თქვენთან მეგობრობას, მაგრამ შაბათს ნინოსთან და მიშასთან ძველ რადიოში მოგეცემათ შესაძლებლობა ფაქტობრივად მთელი აგვისტოს პროგნოზი მოისმინოთ. ანუ ბატონი მიხეილ ცაგარელი, ჩვენი წამყვანების სტუმრები იქნებიან. და ეს სამი ადამიანი ისაუბრებს იმაზე, რა ტენდენციები გვექნება მომდევნო თვეში. მე 7 სექტემბრამდე დაგემშვიდობებით ამ ფორმატში. მადლობა სუხთი ბატონ მიშას. უსურებ სასიამოვნო დასვენებას უსურებ ასევე ჩვენს ძვირფას მსმენელს და მაყურებელს, გინდა არ გინდა ეს აუცილებელი და საჭიროა და ახალი ენერგიებით, შემართებით, კვლავ სექტემბრიდან ახალი სეზონიდან ვიქნებით თქვენი მეგობრები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.